მოგესალმებით ძვირფასებო. თუ დაკვირვები ხართ, როდესაც პატარა ბავშვს რამის ეშინია, თითი პირში უდევს ყოველთვის, ან ფრჩხილებს იგნიდავს. ამ ბოლო პერიოდში ეს მოვლენა გავრცელდა მოზარდებშიც და ასაკიან ხალხშიც. თითი პირში უდევთ, ან ფრჩხილებს იგნიდავენ და არც არიან დაკვირვებული რატომ. ეს ჩვევა არ არის, პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ, ზოგს გონია რომ ჩვევაა და ცდილობენ რომ ბავშვებს გადააჩვიონ. ვერანაირად ვერ გადააჩვევთ ბავშვებს ამის გაკეთებას, სანამ ადამიანს რამის ეშინია, ყოველთვის თითი პირში ექნება ჩადებული. გვასწავლიან ჩვენი ებრაელი ბრძენები, რომ არ შეიძლება თითების პირში ჩადება, ვინაიდან, როდესაც ადამიანს ძინავს და საერთოდ დღის განმავლობაშიც ფრჩხილებში გროვდება სწორედ ტუმა, რასაც ქვია, ანუ სულიერი უწმინდურობა, ამიტომ არის რომ ჩვენ ებრაელები ვიკეთებთ ნეტილათია დაიმს გარკვეულ პერიოდში. და როდესაც ადამიანი თითებს პირში იდებს, ამ ფრჩხილებს იგნიდავს, გამოდის რომ მთელი დინები ჩაქვს ორგანიზმში, ხასვეხალილა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ავადმყოფობები. რა გავაკეთოთ? როგორც ვთქვით, გადაჩვევით ვერავის ვერ გადავაჩვევთ, საჭიროა კურნალობა. არსებობს ასეთი კურნალობა, იეჰადუთის მიხედვით, რასაც ქვია ენ აბდულაჰ, კაბალისტური მკურნალობა, რათა ადამიანმა ისწავლოს რა უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ არ ეშინოდეს. არსებობს სგულები, სხვადასხვა სგულები. თუ დაგაინტერესათ ამან და გსურთ კურნალობა, როგორ გადაეჩვიოთ შიშებს, შეგიძლიათ მომართოთ ტელეფონზე 050 789 03 თუ იცნობთ ვინმეს, ვინც ყოველთვის პირში იდებს თითებს ან თითებს იგნიდავს, აუცილებლად გადაუგზავნეთ ეს ვიდეო როლი, რათა მოусმინოს. თუ მოგეწონათ ჩვენი ვიდეო, აუცილებლად დაალაიკეთ, გადაუგზავნეთ სხვებსაც, გააზიარეთ და რა თქმა უნდა, გამოიწერეთ ჩვენი YouTube კანალი. აბა კარგად მომავალ შეხვედრამდე.